მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებ საქართველოს უახლესი ისტორიის მოვლენების ქრონიკის გაცოცხლებას, იმ შესაძლებლობით გამაჩნია და მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ნახეთ პირველი სერია და თქვენი აზრი დააფიქსირეთ. ვინც პირველად ნახულობს აი ამ ბლოგს, მინდა უთხრა ინფორმაციისთვის, რომ სამ სერიად ვაპირებ გავაკეთო ბლოგი, რომელიც მიეძღვნება 1918-21 წლის საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჟორდანიას მთავრობის მმართველობას და იმ ბნელეთის ისტორიას, რომელიც ისტორიაც იმ პერიოდში საქართველოში ხდებოდა, რადგან ისტორიის ეს ეპიზოდი ისევე როგორც სხვა ბევრი რამე არ არის საქართველოში რაციონალურად გააზრებული, ამიტომ ეს მინდა შემოგთავაზოთ მეორე სერია. გადავწყვიტე უბრალოდ რომ წამძღვარება გამეკეთებია წინ ამ მიმართვის ფორმით, რადგან მე უამრავი კომენტარი წავიკითხე და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადაგიხდით ყველას, ვინც თქვენი აზრი დააფიქსირეთ. თუმცა რჩება ესეთი შთაბეჭდილება, რომ სამწუხაროდ დღევანდელი ქართული საზოგადოება ისევ და ისევ ძალიან გარიყულ მდგომარეობაში არის რეალობიდან და რატო ვამბობ ამ ყველაფერს? ერთმა კომენტარმა განსაკუთრებით დამაფიქრა, ეს მოვლენები არის თავიდან ბოლომდე აღწერილი დიდი ქართველი გენერლის გიორგი კვინიტაძის ჩანაწერების მიხედვითაა შექმნილი, არაფერი არ არის დამატებული, ზედმეტი არავის აზრი და ერთმა ბრძენმა თანამედროვე ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, ბრძენმა ალბათ ჯორჯიელმა პატრიოტმა დამიწერა ესეთი კომენტარი, რომ კარგი რა ერმილე, შენ ნუ ახდენ რუსულ ჯარში ნამსახურები გენერლების გამართლებას. იყო კიდე სხვა რაღაცა კომენტარები დადებული ისეთი, რომელიც არ მინდა რომ გავცე პასუხი, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც ასე აზროვნებენ და ასე ფიქრობენ, ეს ხალხი ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც თავის დროზე ჟორდანია და მისი მთავრობა მოიქცა და საერთოდ ვინც ისტორიას არ ასე რომ ვთქვათ, გაიაზრებს, ის აუცილებლად გაიმეორებს მას მომავალში. ამიტომ მინდა გთხოვოთ კიდევ ერთხელ ყურადღებით მოისმინოთ, ნახოთ ეს ბლოგი, შეძლების დაგვარად ილუსტრაციები ისტორიული ფაქტების მიხედვით, რაც შემიძლია გაკეთებული მაქვს და გაიაზროთ უბრალოდ რა, რომ 1918-21 წლის პოლიტიკურ ელიტას და დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას შორის არანაირი სხვაობა არ არის. და არანაირი სხვაობა არ არის საქართველოს პოლიტიკურ ველზე. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საზოგადოება, რომელიც წარსულს ვერ გაიაზრებს, ის აუცილებლად გაიმეორებს წარსულის იმ ტრაგედიას, რომელიც ტრაგედიაც ერთხელ უკვე დატრიალდა მის თავს. დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყველას ყურადღებისთვის და თხოვნა მექნება უბრალოდ გააზიაროთ ეს სერიალები, რადგან მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში განათლების დონეს გაზრდა ჭირდება და განსაკუთრებით ისტორიული კუთხით საერთოდ ალბათ მინუს უსასრულობაში არის უკვე ქართული საზოგადოება გადასული. დიდი მადლობა ყველას კიდევ ერთხელ, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და იმედია გავაკეთებთ დღევანდელი ქართული საზოგადოება ამ ყველაფრიდან იმ დასკვნას, რომელიც დასკვნაც აუცილებლად გასაკეთებელია, რომ ჩვენი ისტორიის ის ტრაგიკული მოვლენები ხელახლა არ გავიმეორებთ. 1919 წლის თებერვალში გიორგი კვინიტაძე ნოე ჟორდანიას პირადი თხოვნით ახალციხის ფრონტის მთავარსარდლად და ამ მხარის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა. მაშინ აქ მძლავრი ისლამური პროპაგანდა წარმოებდა საქართველოს ამ ძირძველი კუთხის თურქეთისათვის შესაერთებლად, რასაც ადგილობრივი მემამულე სერვერ ბეკ ჯაყელი მეთაურობდა. გიორგი კვინიტაძე ჩვეული ენერგიით შეუდგა მუშაობას და მალე ჯარში რკინისებური დისციპლინა დაამყარა. მაშინ ერთი საინტერესო შემთხვევაც მოხდა.
ერთხელ პოზიციების დასათვალიერებლად მთავარსარდალი და თბილისიდან ჯარის შესამოწმებლად ჩამოსული დამფუძნებელი კრების წევრი გიზო ანჯაფარიძე გავიდნენ. თბილისში დაბრუნებულმა გიზო ანჯაფარიძემ დამფუძნებელ კრებაზე მოხსენება წაიკითხა, რომელშიც ძლიერ აქებდა კვინიტაძეს, რაზეც შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა განაცხადა. ასე ძალიან ნუაქებთ კვინიტაძეს, რადგან ეს ჩვენ არანაირად არ გვაწყობსო. ასე ებრძოდნენ სოციალ-დემოკრატები გიორგი კვინიტაძეს. ის კი ამასობაში თავის საქმიანობას განაგრძობდა. გენერალმა ახალციხიდან მოაწყო დიდი ლაშქრობა ოსმალების წინააღმდეგ და არ დაგანამდე გაწმინდა მათგან ტერიტორია. კადეტი ვიყავი. ხოფერიცის შემხდა გლეხი. მოდიოდა ერთი გზა გქონდა. სალდატი ხარ? უთხარ არა. რატო გაკრია ვაგონები? უთხარ რომ მოწაფე ვარ სამხედრო სკოლისა. დგაათაო ხო? უნდა 7 წელიწადი ვისახო. მე იქნება სალდატი? არა. მაგრამ წავალ რუსეთში კიდევ 1 წელიწად ვისწავლე მე იქნება ოფიცერი. მე გამიჭირა საქმე. მე გავხდები გენერალი. მეუბნება რომ მას გახდი გენერალი. შერა, როგორ თუ რა? გაგვიძღები და გავაგდებ რუსეთს. მამამ მითხრა მერე რაო. ვინ იყო ჩვენსა? თათრები, თურქები, მონღოლები, ყველა იყო და უკანახელა გამარჯვება ჩვენ ვწევოდა. $1919 წლის მაისში გენერალი კვლავ გადადგა თანამდებობიდან. ზაფხულში უმუშევარ გიორგი კვინიტაძეს პირადად სამხედრო მინისტრმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ სთხოვა ეხმძღვანელა ახლა დაარსებული თბილისის სამხედრო სკოლისათვის, რომელშიც იუნკერთა როტა და მომავალი უნტეროფიცრების ბატალიონი შევიდოდა. ახალ თანამდებობაზე საქმიანობას გიორგი კვინიტაძე 1919 წლის აგვისტოში შეუდგა. თავდაპირველად სკოლა, რომელიც პლეხანოვის გამზირზე ძველი საიუნკრო სასწავლებლის შენობაში მდებარეობდა, უმძიმეს პირობებში იმყოფებოდა. თანამშრომლები ფაქტობრივად მხოლოდ სამშობლოს სიყვარულის გამო მუშაობდნენ, თორემ ხელფასი ტრამვაისათვის ძლივს ყოფნიდათ. სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები შესაძლებელი იყო. მაგრამ თანდათან კვინიტაძის ენერგიამ და თავდადებამ სკოლა გარდაქმნა. მასწავლებლებს ხელფასები მოემატათ. შენობას რემონტი გაუკეთდა. აშენდა ტირი, საჯინიბო, მანეჟი. ერთხელ სკოლის შტატს 33 ცხენი დაუმატეს. მაშინდელმა სამხედრო მინისტრმა ნოე რამიშვილმა უთხრა, ახლა მაინც უნდა იყო კმაყოფილიო. რაზეც გიორგი კვინიტაძე მოპასუხა, ისე მეუბნები თითქოს სკოლა ჩემი მამული იყოს, რომლისგანაც შემოსავალს ვიღებდე. მე მხოლოდ მართველი ვარ და მოსავალს კი იქიდან მოიმკეთ, მომავალში რაც უფრო კარგად მოაწყობთ მას. დილი 7 საათზე მთელი შენობა უკვე შემოვლილი მქონდა. კარი სახელურებიდან დაწყებული, სახელმძღვანელოს შედგენით დამთავრებული, ყველაფერი ჩემი გადასაწყვეტი იყო. უნდა შემეხედა სამზარეულოში, მიმეჩვია მზარეული, რომ ჩაი, საუზმე და სადილი ყოველთვის დადგენილი დროისთვის ქონოდა მზად. თვალყური მედევნებინა სარემონტო სამუშაოებისთვის და მეთვალიერებინა ცხენები. შემემოწმებინა მიღებული და ნაყიდი სურსათი და ინვენტარი. არ უნდა დამვიწყებოდა ელექტროსადგური, აბანო, სამრეცხაო, ტირი. დილის 8 საათზე სამასწავლებლოში უნდა ყოფილიყავი, რათა პედაგოგები დაგვიანებისთვის გადამეჩვია.
გაითვალისწინეთ, რომ პედაგოგები, სამხედროებიც და არასამხედროებიც ალტრუისტები იყვნენ. ისინი ხელფასისთვის კი არ დადიოდნენ, არამედ სკოლისთვის გულწრფელი დახმარების სურვილი ამოძრავებდათ და ამ საქმეში თავისი წვლილის შეტანა უნდოდათ. ამ ხრივ დიდ თანადგომას გვრძნობდი. ყველა მეხმარებოდა ამ საქმეში. ჩემი თანაშემწე პოლკოვნიკი ჩხეიძე, კლასების ინსპექტორი გენერალი ჩხეტიანი, პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, ივანე კაკაბაძე, პედაგოგები, ისეთი მხცოვანი მწერალიც კი, როგორიც ვასილ ბარნოი იყო. მათი შემწეობით მეცადინეობები ხალისიანად და გულიანად მიმდინარეობდა. აღარაფერს ვამბობ საკადრო შემადგენლობების ჩინოსნებზე. ისინი თავს იკლავდნენ საქმისათვის და უნდა გენახათ, რა მუშაობა გააჩაღეს, როდესაც ნოემბერში ახალწვეულები მივიღე. 1920 წლის 20 აპრილი. აზერბაიჯანის გაწითლებამ ჩვენი მთავრობა შეაშფოთა. მთავრობამ სწორად შეაფასა შექმნილი ვითარება და მიუხედავად იმისა, რომ უროტაძე მოსკოვში მოლაპარაკებებს აგრძელებდა, გადაწყვიტა თავდაცვის ღონისძიებები მიეღო. მთავარი იყო არმიის მობილიზება. ჩვენი კრებულის თანახმად საჭირო იყო მთავარსარდლის დანიშვნა. ჩვენი კანონმდებლობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ არ გვყავდა პიროვნება თანამდებობის პირი, რომელიც ჯერ კიდევ მშვიდობიანობისას წინასწარ მოემზადებოდა ომისთვის. წინასწარ იქნებოდა გარკვეული ქვეყნის თავდაცვის მდგომარეობასა და საბრძოლო საშუალებებში. მთავარსარდალი მთავრობის დეკრეტით მხოლოდ მობილიზაციის დროს ინიშნებოდა. როგორც იქნა, მთავარსარდალიც დაინიშნა. ამ თანამდებობაზე ამირჩიეს მე. ბოლშევიკებს ორი მხრიდან შეეძლოთ იერიშის მოტანა. ჩრდილოეთიდან შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ, მამისონისა და დარიალის მიმართულებით, აგრეთვე კავკასიონის ქედის სხვა გასასვლელებიდან. აღმოსავლეთიდან, აზერბაიჯანის მხრიდან. მოწინააღმდეგეზე ცნობები თითქმის არ გქონდა. ამის მიზეზი ალბათ დაზვერვისთვის გამოყოფილი თანხების უკმარისობა იყო. ვარაუდობ, რომ დაზვერვის მუშაობაც არასწორად იყო მიმართული. ის სასაზღვრო ზოლში შეკრებილი ინფორმაციით კმაყოფილდებოდა, ხოლო რა ხდებოდა სიღრმეში და მით უმეტეს კავკასიონის ქედს მიღმა არავინ იცოდა. ამრიგად ცნობები მოწინააღმდეგეზე ზოგადი ხასიათის, შემთხვევითი, დაგვიანებული, ეპიზოდური და არასანდო იყო. 1 მაისს ქალაქში როგორც ყოველთვის 1 მაისის დღესასწაულზე იმოდნენ. დემონსტრაციის დროს როგორც გადმომცეს, ხალხი დაეტაკა ბოლშევიკებს, რომლებიც ცალკე ორგანიზაციად იყვნენ გამოსული. იმავე საღამოს უпроსწორად 2 მაისს ღამის 1 საათზე სახალხო სახლში მუშა დეპუტატების საბჭოს სხდომა იყო დანიშნული. მე ვესწრებოდი ამ სხდომას, რომელზეც მთავრობის წევრებმა შექმნილი ვითარების შესახებ ილაპარაკეს. სხდომა დიდხანს გაგრძელდა და შინ გვიან დავბრუნდი. მაშინ სამხედრო სკოლაში ვცხოვრობდი. თან გენერალი ზაქარიაძე მახლდა. როდესაც ავტომანქანა სკოლის სადარბაზოს მივახლოვდა, შორიახლოს სროლის ხმა გაისმა. გენერალმა ზაქარიაძემ შენიშნა ისვრიანო. მე უპასუხე, ეს პირველი შემთხვევა არ არის მეთქი და ყურადღება არ მიმიქცევია. ზაქარიაძე წავიდა. მე კი ჩემს ოთახში ავედი. სახლში ყველას ეძინა. 10-15 წუთის შემდეგ ხმაური ფეხის ხმა ყვირილი შემომესმა. ეს ხმა დერეფნიდან ან სამორიგეო ოთახიდან მოდიოდა. ხმაური არ წყდებოდა. ამიტომ შეშფოთებული ტელეფონთან მივედი და მორიგე ოფიცერთან შეერთება ვითხოვე. მაცნობეს, რომ მორიგე ოთახში არავინ პასუხობდა. მაშინ თვითონ გავეშურე იქით. შესვლისთანავე იატაკზე დაგდებული პალტო დავინახე. ირგვლივ სიჩუმეს სუფევდა. გამიკვირდა, რომ ოთახი ცარიელი დამხვდა, რადგან ოფიცრის გასვლის შემთხვევაში აქ მორიგე იუნკერი უნდა ყოფილიყო. კიბესთან გამოვედი. ზევით ფულის ყუთთან 3 ყარაული იდგა. ყარაულის უფროსად ყოველთვის იუნკერი ინიშნებოდა. ქვევიდან შევეკითხე, რა ხდება მეთქი
თავიდან მიპასუხა, არაფერი ვიციო, მაგრამ მერე მოაყოლა, მგონი იუნკერებმა იჩხუბეს. ოღონდ ვიღაც უცხო ხალხი წტრიალებდაო. ყარაულის ერთ-ერთ ჯარისკაც უბრძანე, იუნკერთა ოთახში წასულიყო და გაეგო რა მოხდა. ჯარისკაცი ბრძანების შესასრულებლად წავიდა. 2-3 წუთის შემდეგ მობრუნდა და მომახსენა, ყველა იუნკერი და ჩვენი ოფიცრებიც ოთახში არიან თავმოყრილი. უცხოთაგან იქ არავინ არისო. გადავწყვიტე თვითონ გამერკვია რა ხდებოდა და წავედი. უცებ რაღაც წინათ გრძნობით ჩემს ოთახში მიბრუნება და ნაგანის აღება მომინდა. მაგრამ ჯარისკაცის მოხსენებითა და სრული სიჩუმით დამშვიდებული აღარ გავუბრუნდი და იუნკრების ოთახისაკენ მარტო გავემართე. გავცდი სამორიგეო ოთახის გვერდზე მოთავსებულ მისაღებს. ის იყო დერეფანში შეუხვიე, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ ვიღაც კაცს მოვკარი თვალი. მას გრძელი ლაბადა ეცოდა, თავზე ველოსიპედისტის რბილი ქუდი ეხურა. კარებამდე მისვლა ვერ მოასწრო, რომ ჩემმა შეძახებამ გააჩერა. უცნობის შემოტრიალდა და რაღაცის ყვირილით ჩემსკენ გამოექანა. 10-12 ნაბიჯიღა გვაშორებდა ერთმანეთს, როდესაც მის ხელში ჩემზე დამიზნებული რევოლვერი დავინახე. ჯიბეში ჯერ კიდევ 1894 წელს ნაყიდი პატარა რევოლვერი მედო, რომელიც მუდამ თან დამქონდა. ის უკვე მოძველებული იყო და ბოლო დროს ვამჩნევდი, რომ ხშირად ტყვია არ ვარდებოდა. არ მახსოვს, რომელმა გავისროლეთ პირველად. მგონი მან. ჩემი საპასუხო გასროლა მხოლოდ მეორე თუ მესამე ცდაზე გაისმა. ყოველ შემთხვევაში, სასახლეზე თითის პირველ დაჭერას სროლა არ მოჰყოლია. ამასობაში კი უცნობის სროლა სროლით მიახლოვდებოდა. მეორე გასროლა არ გამომდიოდა. მისაღები ოთახისკენ მიმავალ კართან ვიდექი და იქით ვეცი. მისაღები გადავკვეთა, კიბეზე ავირბინე და სამორიგეო ოთახის წინ აღმოჩნდი. უკან მოვიხედე, ჩემი მოწინააღმდეგე კარებში იდგა. მე კი ელექტრული ჭაღით განათებულ ადგილზე ვიდექი. კიდევ ცადე გასროლა. რევოლვერმა ერთხელ გაისროლა, მაგრამ შემდეგ მიმტყუნა. ჩემი მოწინააღმდეგე კი სროლას განაგრძობდა. მერე ამ კარში ტყვის 5 ნახორეთი ნახეს. ერთ ტყვიას ეს კარი გაეხვრიტა და ჩემს ოთახში შემავალ კარში გაჭედილიყო. მაშინ ჩემს ოთახს შევაფარე თავი. ახლაც ვერ გამიგია, როგორ მოახერხე ისე სწრაფად, ჯიბეში გასაღების პოვნა და კარის გაღება. გასაღები პაწაწინა და ბრტყელი იყო. ამასთან ინგლისური საკეტის ვიწრო ჭრილში უნდა გამეყარა. როდესაც ჩემს ოთახში შევარდი, პირველ რიგში ნაგანით შევიარაღდი პატარა ტუმბოში რომ მედო. სამი მაისი რომ თენდებოდა ღამით პირველ საათზე 50 შეიარაღებული კაცი სამხედრო სკოლის შენობაში შეიჭრა უკანაში სასწრებით. მათ დაატუსაღეს მორიგე ოფიცერი და იერაღი ახარეს. ერთი სიტყვით ბოლშევიკებმა ყველაფერი წინასწარ გათვალეს, მაგრამ გენერალი გამორჩეთ. ეგონათ იგი სამხედრო სასწავლებელში აღარ იმყოფებოდა, რადგან იმ დღეებში დანიშნეს მთავარსარდლად. როცა თავდასხმა მოხდა, გენერალი სწორედ მაშინ დაბრუნდა სკოლაში. იგი ჩვეულებრივ ცხოვრობდა თავის მოადგილე ჩხეიძესთან ერთად. სანამ კვინიტაზე თავის ოთახში მივიდოდა, ჩხეიძემ დატყვევებული მორიგე ოფიცერი გაათავისუფლა. მისი მოდარაჯე ბოლშევიკი იქვე გააგვარა. სამივე სრულად დაიწყო. ტელეფონის გადაჭრა ბოლშევიკებს დავიწყებოდა. კვინიტაზემ ამით ისარგებლა. სასწრაფოდ მოთხოვა შტაბს 2 ტყვიან ფრქვევი და დახმარება. შემდეგ სამმა გაბედულმა მხედარმა ფანჯრიდან იარაღი და ტყვიები გადასცეს კურსანტ ოფიცრებს. მათ სინათლე გამორთეს და სკამებითა და იარაღით დაერივნენ მოდარაჯე ბოლშევიკებს. მათი უნებელყოფის შემდეგ მეზობელი შენობისაკენ გაიხსნენ, რათა დარჩენილი წითლები სკოლიდან გაეღარათ. რამდენიმე ბოლშევიკმა გაქცევა მოახერხა და თავისიანები გააფრთხილა. ზოგიერთი კიდევ ცდილობდა დაერწმუნებინა უნტეროფიცრები, აჯანყება დაეწყოთ. არაფერი გამოუვიდათ. მომხდურთა ბანდა გაიქცა. სამი ბოლშევიკი
ტყვედ ჩავარდა. რემონ ჯუგე, მოსკოვი და წამებული საქართველო. საქართველოს დაუძინებელი მტრების და მუხანათი მეზობლების ჯოჯოხეთური გულის თქმარი ამოძრავდნენ. ერთი ხელის მოქნევით მოინდომეს დაემხოთ, რაც ჩვენმა ხალხმა და მისმა მესვეურებმა შეუჩერებელი ბრძოლით მოიპოვეს. მაგრამ წარედ მოსტყუდნენ. ისტორიის შორეული მწამსი, ქართველის გული-გულში ღრმად ჩანერგილი სიყვარული თავისუფლებისა, მამულის ერთგულებისა და რაინდობა უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ამ მუხანათების გამოსვლას 2 მაისს დამსახურებული პასუხი გასცა შეგნებულმა ქართველმა ხალხმა. მუხანათმა დამცემებმა დასჭრეს 2 იუნკერი. ერთი კახელი თავადიშვილთაგანი მაყაშვილი მოკლეს. სამაგიეროდ მას დატოვეს რამდენიმე მკვდარი და შეპყრობი და მთელი მათი გეგმას გამომუშავდა. ერთის შებერვით მოინდომეს საქართველოს თავისუფლების მოკლა, მაგრამ შეცდნენ. საქართველოს უკვე ერთგული მცველი გაუჩნდა, თვით ქართველი ხალხი, მისი ნორჩი მამაცი ჯარი და გვარდია. თეთრმა გიორგიმ შუბი შეიმაღლა და მისი ჩამორთმევა არც ისე ადვილია. ვაშა ქართველ ხალხს და მხედრობას, ვაშა მის ღირსეულ მესვეურს, გენერალ კვინიტაძეს, პოლკოვნიკ ჩხეიძეს და სხვათა, რომელთაც საარაკო სიმამაცე გამოიჩინეს. ნეტარხსენება მუხანათობისაგან გამცირულ მოვალეობის ერთგულ იუნკერს მიხეილ მაყაშვილს, რომელმაც ნორჩი სიცოცხლე სამშობლოს თავისუფლების დაცვას შესწირა და ქართველი მხედრის სიმამაცის ოქროს კაბადონი თავის უმაგო სისხლით დასწერა. იოსებ იმედაშვილი, ჟურნალ თეატრი და ცხოვრების რედაქტორი. ამ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებდა, მაგრამ არც სკოლისთვის, არც სამხედრო უწყებისათვის მიღწეული შედეგების შესახებ არაფერი უცნობებია. მე შემდგომი მოვლენებით ვიყავი გართული და ამისთვის არ მეცალა. ფიქრობდი, რომ ბოლშევიკებს სკოლაში ყავდათ თანამოაზრე მუშები, მაგრამ ამის დამამტკიცებელი არანაირი საბუთი არ გამაჩნდა. ამბობდნენ ბოლშევიკები იმ ღამეს მთელ ქალაქში აპირებდნენ ერთიანი თავდასხმის განხორციელებას და მხოლოდ სკოლაზე თავდასხმა რაღაც შემთხვევამ გამოიწვიაო. იმასაც ამბობდნენ, თავდასხმის ორგანიზატორი საშა გეგეჭკორი იყო. იუნკრები მარწმუნებდნენ, თვითონ საშა გეგეჭკორმა გესროლაო. იგი ჩემს მიერ მისი ჩაცმულობის აღწერით იცნეს. იუნკრების ოთახშიც ნახეს და ზოგიერთმა სახითაც იცნო.